ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაამკაცრა ნარკოპოლიტიკა და მე ამას მივესალმები და ყოველთვის ვიძახდი, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო აი ამ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, აუცილებელი იყო ეს, იმიტომ რომ საშინელი მდგომარეობაა დღეს ჩვენ ქვეყანაში და ყველა ქვის ქვეშ დღეს ბომბიდებს ნარკოტიკის სახით. და სწორედ ამიტომ იყო საჭირო, რომ შეცვლილიყო ნარკოპოლიტიკა. და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცვლილი ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო არ გააუბედურებს იმ ადამიანებს, ვინც დამოკიდებული არიან ნარკოტიკზე და სწორად გაატარებს ამ პოლიტიკას სახელმწიფო და მიმართული იქნება პირველ რიგში ნარკოტიკების გამსაღებლებზე ეს პოლიტიკა და არა მომხმარებლებზე. რატომ მივესალმები ასე გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას, შევეცდები მოკლე დავხსნა ეს ამბავიც. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისაც შეეხო აი ეს როგორ უბედურება ეს სენი, რასაც ქვია ნარკომანია და ზოგს პირადად შეგვეხო ეს, ზოგს ოჯახის წევრი ყავს ამით, ამ სენით დაავადებული, ზოგს მეგობარი, ზოგს კლასელი და მოკლედ ასე თუ ისე ჩემი თაობის წარმომადგენლებს ყველას შეგვეხო აი ეს უბედურება, რასაც ქვია ნარკომანია. მინდა მივმართო ჩემი შვილების თაობას და ჩემი შვილის ასაკის წარმომადგენლებს, უფროსი შვილის, რომ არ დაუშვათ არასოდეს შეცდომა და არ გასინჯოთ ნარკოტიკი. თქვენ შეიძლება წარმოდგენა გაქვთ ესეთი, რომ ეს ნარკოტიკი ასოცირდება თქვენთვის რაღაცა თავისუფლებასთან, კაი ტიპობასთან, რაღაცა ოპტიმიზმს იწვევს თქვენს წარმოდგენაში, აი ეს ჯოჯოხეთი, რასაც ქვია ნარკოტიკი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ და ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თუ კი თქვენ გასინჯავთ ნარკოტიკს, იმ დღიდან თქვენი ცხოვრება შეიცვლება 360 გრადუსით უარესობისკენ და როგორც კი ნარკოტიკს გასინჯავთ, აი იმ დღიდან აღებთ თქვენი ხელით ჯოჯოხეთის კარს. ამაში იყავით დარწმუნებული და სანამ ნარკოტიკს გასინჯავდეთ, თქვენს გარშემო თუ კი ვინმე არის ამ სენით დაავადებული, ის ადამიანი გაიხსენეთ და იმ ადამიანს მიდით და კითხეთ, თუ რა არის ეს უბედურება, რასაც ქვია ნარკომანია. ვინც ნარკოტიკი პირველად გასინჯა, რაღაც ისეთი განცდები ეუფლებათ, რომ უფრო მეტად თავისუფლები არიან, უფრო მეტად გაბედულები არიან და რაღაცნაირად ამას აღიქვავენ კაი ტიპობად და კარგ პროცესად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თითქოს რაღაცა გათავისუფლებს ადამიანს აი ეს ნარკოტიკი. რაღაცეებისგან, ზოგს კომპლექსებისგან, ზოგს რაღაცა ბარიერებისგან, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ აი ეს ვითომ თავისუფლება ბოლო ჯამში არის ის, რომ აღმოჩნდებით ნარკოტიკების ტყვეობაში და აი ამ ნარკოტიკების ტყვეობიდან თავის დაღწევა სამწუხაროდ არის ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი და მთელი ცხოვრება შეიძლება აი ამ ჯოჯოხეთთან ბრძოლაში გაატაროთ და მთელი ცხოვრება ეცადოთ, რომ აი ამ ნარკოტიკის ტყვეობიდან თავი დააღწიოთ, მაგრამ არ გამოგივიდეთ. აი ეს უნდა ყველას კარგად ახსოვდეს. მაგალითად 100 მომხმარებლიდან შეიძლება ერთმა შეძლოს ის, რომ აი ამ ჯოჯოხეთს, რასაც ქვია ნარკომანია, თავი დააღწიოს და აი ეს უნდა კარგად გახსოვდეთ ყველას. მანამ სანამ გასინჯავდეთ ნარკოტიკს. ნარკოტიკი სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს სენია და მარტო ჩვენ არ ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა ჩვენსაზე ვიფიქროთ და ეს იქნება ის, რომ სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებაც
ჩავერთოთ, ჩავებათ აი ამ სენის, ამ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვებრძოლოთ ამას. ჩვენს გარშემო თუ კი ვინმე მიდრეკილი ადამიანია, აი ესეთ ადამიანებს ვეცადოთ, რომ დავანახოთ რეალობა თუ რა საშინელება ნარკომანია და რომ ამას თავისუფლებასთან არაფერი საერთო არ აქვს და პირიქით კიდევ გავიმეორებ, მთელი ცხოვრება აღმოჩნდებით ნარკოტიკის ტყვეობაში, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. ეს უნდა გახსოვდეთ ყველას. ასევე ნარკოტიკებთან ურთიერთობა არის ყველანაირი გაგებით ჯოჯოხეთი და აი ეს ნარკომანია ჩაგიყვანთ ჯოჯოხეთის ყველაზე უფრო დაბალ შრეებზე და უფსკრულში აღმოჩნდებით. როგორც თვითონ ნარკოტიკია ბინძური, ასევე აი ნარკოტიკი აბინძურებს მის გარშემო ყველას და ყველაფერს და გინდა არ გინდა მოგიწევთ ბინძურ ადამიანებთან ურთიერთობა და თქვენს დაბინძურდებით. სხვანაირად არ გამოვა და არ ვიცი, შეგეშინდებათ დაღამების, შეგეშინდებათ გათენების, სულ შიშებში იქნებით და სულ აი ჯოჯოხეთის ძებნაში და დევნაში და ისე გაივლის თქვენი ცხოვრება, რომ ბოლოს რო აღმოაჩენთ, რომ მთელი ცხოვრება აი ამ ჯოჯოხეთში გაატარეთ, შეიძლება ბევრმა ვერ გაუძლოს. ბევრის ფსიქიკამ და ბევრი თვითმკვლელობითაც ამთავრებს სიცოცხლეს, სწორედ იმის გააზრებით, თუ რა დამართეს ადამიანებმა თავის თავს. ამიტომ კიდევ ერთხელ აი მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ ნარკოტიკის ინტერესი, კარგად დაფიქრდით, 1000 ჯერ გაზომეთ, აწონეთ, დაწონეთ, ბევრი იფიქრეთ ამაზე და ნუ იფიქრებთ იმას, რომ აი ერთხელ გავსინჯავ და всё, ამით დამთავრდება. არა. გახსოვდეთ მუდამ, რომ სწორედ აი ერთი გასინჯვით დაიღუპებით და სწორედ ის ერთი გასინჯვა არის, რომელიც თქვენი ხელით შეგაგებინებთ ჯოჯოხეთის კარს და თქვენ დაკარგავთ საკუთარ თავსაც, დაკარგავთ ცხოვრებას, დაკარგავთ ყველაფერს. აი ეს მინდოდა მეთქვა გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და თუ რატომ ვარ მომხრე ამ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის, მოკლედ შევეცადე ეს ამბავიც რო აქვე ამეხსნა.